სიგნიფიკაცია ვნახოთ. რა ხდება თქვენ შორის ახლა? ხალი არის გაბრაზებული და მოკლედ აქ ქალმა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო და ასე ვთქვათ ის მთლიანობა რომელსაც შემიძლია ვთქვათ თვითონ ქმნიდა ეს ქალი თვითონვე დაანგრია. ოღონდ ეს სიციგორი დაანგრევა უკვე რო ყელში ამოუვიდა ქალს რომ მე ყველაფერი გავაკეთე ამ სიტუაციაში, მაგრამ რა? მხოლოდ ის რომ მე ვიტანჯები, მხოლოდ ის რომ მე აი ესეთი რაღაც აქ ქალი გამოვიდა სიტუაციიდან, სადაც აღარ შეეძლო უბრალოდ იმ ფორმატში ყოფნა რა ფორმატშიც იყო დიდი ხნის განმავლობაში. დიდი ხანი ფიქრობდით, რომ ეს ქმედება უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ ვერ დგავდით ამ ნაბიჯს. რაც იქნება, იქნება, ანუ გადაწყდება, ან დაიწყება ახალი დაახლებურად და ისე როგორც უნდა იყოს და თვალს ხუჭავდი დიდი ხანი და ვაიგნორებდი, ან მოსახდენი მოხდეს. აი ესეთ პოზიციაში არის ქალი. რა ნაბიჯებს გააკეთებს ეგ მამაკაცი შენთან მიმართებაში? რა ნაბიჯებს გააკეთებს და რას ფიქრობს ეხლა ამ ეტაპზე? უბრალოდ აქ ქალი არის პოზიციაში, რომ მე თუ კი რამ შემეძლო ყველაფერი გავაკეთე და ეხლა გადაწყვეტილება ღმერთი რას ცინებებს ისე იქნება რა, ესე ფიქრობს რა. მე ესე აღარ შემიძლია უკვე. აქ ხართ ასევე ყველაფერთან ერთად გაბრაზებული, გულნატკენი, აი მაქსიმალურად გონებით უდგებით ეხლა ამ საკითხს. აქ თუ სამკუთხედს ეხებოდა საქმე. აქ სუფთა სიყვარულია თქვენ შორის. ჭამი. გავიგე, მაგრამ ნაბიჯები ამ ქალის მიმართ რა იქნება? ხა ჯერ ამაზე მიყვებიან, რომ ფიქრობს, რომ ყველაფერი დამთავრდა და ყველა ოცნება დაენგრა ამას თავის ისტორია მოდის. ესე იგი, აქ ვიღაცამ თუ არ იცოდით, ეს ვინ შემომიფრინდა, აქ ვიღაცამ თუ არ იცოდით, რომ ამ კაცს ოჯახი ჰყავდა და გაიგეთ.
ეს იყო მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა და ყველაფერი დაანგრიეთ და გამოходით ამ ურთიერთობიდან, მაგრამ კარგი, შერენა ბიჯებს გააკეთებულ. კაი, არ მინდა ეხა ისიც მალაპარაკეო მეუბნება და მიყვება იმ ისტორიას თქვენ შორის რა იყო, როგორ იყო. ეგ ვნახეთ, აქ ჩვენ გვაინტერესებს შენი ნაბიჯები ამ გოგოს მიმართ რა იქნება. უახლოეს ერთი თვის განმავლობაში რას მოიმოქმედებ შენ, ბიჭო? ეს საიდან გამოხვალ? ხელა სექსუალური ძალა და ენერგია გაქვთ ამ კაცზე, მეტი არ შეიძლება. იცის, რომ ძალიან ძლიერი ხართ. ეს შეიძლება რაღაცაზე აქეთ აგრესიულად დაგიდგათ ეს კაცი, მაგრამ აჰა, გასაგებია. დაარღვევს ეს სიჩუმეს. კარგი, თუ ამ გოგოსთან რომ მოდიხარ, როგორ მოდიხარ? რა პირობით მოდიხარ? მე მაგის გარეშე ვარ შემიძლიაო? აი ვერ დამოკიდებულია თქვენზე. მომავალშიო იმასაც ვიზავო. აქ რას ამბობს იცი? ეს პრობლემა რაც ძალიან მტკივნეულია თქვენთვის და რამაც მანძილი დააყენა თქვენს ურთიერთობაში, ხო? აი მე რა არეულია ეს კაცი, ნეტა იცოდეთ, კონტაქტზე გამოვა. სიყვარული აქვს. სიტუაცია, როდესაც ის არის, რა ქვია, გადაწყვეტილებას ეხება საქმე. აქ უკვე ამბობს, რომ ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიმოქმედებოდა. აქ რა კითხვა დავსვიეთ ამასთან, ამ დასტებებს იმაზე არკანებზე. ეს ადამიანი თქვენგან თუ გაბრაზებული წავიდა, ეხლა ზის და ლოცულობს, აი შეიძლება დაკავებულია დღისით საქმით იმით და აი როცა ისვენებს და საქმიდან გამოდის, ეგრევე თქვენზე ფიქრი ეწყება, ცუდად ხდება და აი ღმერთო რაღაცა სასწაული მოახდინეო, რომ შეუძლოთ იმას ქნაო, გამოვიდი ამ სიტუაციიდან, მე და რა ენერგიებში ვარ, ნეტა იცოდეთ. შენ რა გინდა ამ გოგომ რო ქნას? მე მინდაო რომ ბედი შეიცვალოს საერთოდ და ამას იცი რა უნდა? ეს შენია ამას არ მინდაო რომ ნახე მე მინდაო საერთოდ რომ მთლიანად შეიცვალოს ეს ჩემი ბედის წერაო და მე შინიაო რომ ისა რა ქვია თქვენ საერთოდ არ გადაუშვათ ამ კაცს ხაზი. აი მე რო იცოდეთ ეს აქ რა დღეშია ღმერთო, რო იცოდეთ ეხლა ამის ტვინში სხეულში რა ხდება, სიყვარული, ვნება, ისტერიკა, ბლოკები, საშინელება, აი როგორც პატარა ბავშვი, ისე ყველანაირ მე დედიკო. კარგი, ეხლა ამისთვის კითხვა საზრია და აქ იმიტომ რომ ისეთ ენერგიებშია რომ ამას ადეკვატური აზრი არ მოეთხოვება. მაღალ ძალებს მინდა ვკითხო, ეს მამაკაცი ერთი თვის განმავლობაში რა ენერგიებში იქნება
და ამ გოგოს მიმართ რა ქმედებას გააკეთებს ეს კაცი ერთი თვის მანძილზე. რა ენერგიებში იქნება და ამ ქალის ვნებათა ცეცხლში იქნება გახვეული. რა ქმედებას გააკეთებინებს და რაღაცა ეს არის, ეს ოჯახში დამთავრდება თუ ამ ხალის მიმართ მეთქი და თქვენთან რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყება, რაღაც ხო გეუბნებთ ის სამკუთხედი, რომელიც გულს გინგმირავდათ, რო იტყვიან და ამ სიმძიმეს დაატარებდა ეს ადამიანი, ბოლოსკენ გადის. თითქოს ეს მამაკაცი აქედან გამარჯვებული გამოდის. და კომუნიკაციაც იქნება თქვენი ოცნება რაღაცა სრულდება, ხო? თითქოს ისე რა ქვია, აქ შეიძლება ცალმა უნახოს მესიჯები ან რაღაცა და ეს ადამიანი ამ სტაბილურობას დაარღვევს. ამბაქ რაღაცა ხდება. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეგირიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასე რა ქვია, იმედი არ ექნება, მაინც რაღაცა ქმედებას გააკეთებს და დაელოდება, იბრძოლებს რა. იცი რა არის? ეს თუ ოჯახურ თემასთან დაკავშირებით თქვენთან მიმართებაში ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, მოვა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი იდეით. გამოამჟღავნებს იმას, რომ ის არის, რა ქვია, ეხლა ოჯახიდან გამოსვლაზე ფიქრობს ეს ადამიანი. იმიტომ რომ შეიძლება წავიდა თქვენგან ეხლა რაც მოხდა თქვენ შორის და იჩხუბეთ, მაგრამ არ აძლევს საშუალებას, ჯერ ერთი იცის, რომ ძალიან ნერვიულობთ და მეორეც ეს ერთი, თუ ფიქრობდა, რომ მე წავალ ეხლა და ახალი ცხოვრებას დავიწყებ და მშვიდად ვიცხოვრებ, აქ შეცდა. იმიტომ რომ ცოლთან არის და თქვენზე ფიქრობს. ფიქრობს კი არა, აბოდებს, მაინც მოგწერთ, აქ სიტუაცია შეიძლება. აქ მაგის ნახე, როგორც ჩანს, ეს ოჯახური ურთიერთობა ამ წყვილს შორის არის უკვე ფორმალობაში გადასული და აქ ეხა ჩვენ ამას არ ნახულობთ, მაგრამ როგორც ჩანს, სულების დონეზე მაგათი კავშირი დამთავრებულია, იმიტომ რომ კარმას მაჩვენებს ამ გოგოსთან, ანუ დამოკიდებულებას, მიჯაჭვულობას. ამ მიკროფონებს რა ჭირს? ხო და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ისე, რომ უკვე მერე უგზავნიან სხვა ადამიანს
ასეთ ტიპის კარმულ ურთიერთობაში. მე კი დაგემშვიდობებით გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, წინსვლას, ბედნიერებას და წარმატებულ პოზიტიურ ხვალინდელ დღეს.